I want to give you some knowledge about სურს astrology. გაგიზიაროთ გარკვეული ცოდნა ასტროლოგიის შესახებ. It is a science ეს არის მეცნიერება, რომელიც მოიცავს 9 პლანეტას, 12 constellation 12 თანავარსკვლავედს which is made up of 27 stars. და შედგება 27 ვარსკვლავისგან. Every 9 degree in a constellation ყოველ 9 გრადუსში თანავარსკვლავედში იქმნება ერთი ვარსკვლავი and each star has got 4. და თითოეულ ვარსკვლავს აქვს 4 ქვეგანყოფილება. So 2.5 ამგვარად დაახლოებით 2.5 ვარსკვლავი შეადგენს ერთ თანავარსკვლავედს. Now when the planet moves through these constellations, როდესაც პლანეტები მოძრაობენ ამ თანავარსკვლავედებში, ეს ყველაფერი იწვევს მრავალ ცვლილებას. 12 constellations 9 პლანეტა და 12 თანავარსკვლავედი წარმოქმნის 108 ცვლილებას. startling by 108 108 is a very არის ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვი. that is the ეს არის შეფარდება მზეს და დედამიწას შორის მანძილის და მზის დიამეტრის შორის, რომელიც შეადგენს 108-ს. and the ratio between moon and earth is ასევე შეფარდება მთვარეს და დედამიწას შორის კვლავ არის 108. 109 ეს რო ყოფილიყო 107 ან 109 სიცოცხლე ვერ იარსებებდა. only and the 108 მხოლოდ 108-ზე არის შესაძლებელი სიცოცხლე ამ პლანეტაზე. isn't that amazing? It is ნუ თუ ეს საოცარი არ არის, the ancient people ეს მართლაც გამაოგნებელია. უძველესმა ადამიანებმა მრავალი ათასი წლის წინ დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს რიცხვს 108-ს. as almanac. ასტროლოგიას აქვს ალმანახი, ანუ კალენდარი. The calendar has 5 limbs. კალენდარს აქვს 5 ნაწილი. The 5 limbs is what moon ერთ-ერთი ნაწილი არის მთვარის ფაზა, moon to full moon is ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე, each რომელიც დაყოფილია 15 დღედ. თითოეულ დღეს ეწოდება ტითი. third day, fourth day, fifth day, sixth day, eighth day. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, And then you have მერვე დღე არის ზუსტად დღე, როდესაც გვაქვს ნახევარი მთვარე. შემდეგ დარჩენილი მეორე 8 დღე, tithis, როცა გვაქვს უკვე სავსე მთვარე. the days of ამ ყველაფერს ეწოდება თითი, the moon. Vara მთვარის მდგომარეობის დღეები. means the day, week, ვარა ნიშნავს კვირის დღეს. ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა. and then stars, nakshatra. ასევე არის When the moon ნაქშატრა, რაც წარმოადგენს ვარსკვლავს. როდესაც მთვარე იმყოფება კონკრეტულ ვარსკვლავში, go round იგი 27 დღეში გადის ყველა ვარსკვლავს, all 1 month. If you follow the moon, რასაც ეწოდება every new ერთი moon, თვე. new month begins and it ends on the next. ყოველი ახალი მთვარის დროს ახალი So it is 27 თვე იწყება. days. That is should be the ეს ყველაფერი გრძელდება 27 ნახევარი დღე. then every ამდენ 4 years დღეს უნდა შეადგენდეს ნამდვილი თვე. like a leap year we ყოველ 4 წელიწადში ერთხელ არსებობს დამატებითი თვე, როგორც გვაქვს ნაკიანი წელი მზის მიხედვით, სადაც ერთი დანამატი დღე გვაქვს. you get ასევე მთვარის მიხედვით მიიღება ერთი დამატებითი თვე every ყოველ 4 წელიწადში. so each one of us are born under particular star. Because every თითოეული ჩვენგანი იბადება კონკრეტული ვარსკვლავის ქვეშ. ყოველ დღე მთვარე იმყოფება კონკრეტულ ვარსკვლავში. phase of the moon then star მთვარის დღე, ვარსკვლავი, კვირის დღე და ის, რასაც ეწოდება იოგა, ქმნის კონკრეტულ გავლენას. creates a particular yoga. And this particular yoga or the union of a day with the star იოგა ნიშნავს კონკრეტულ კომბინაციას, მაგალითად კონკრეტული დღე, როგორც ორშაბათი და კონკრეტული ვარსკვლავი ქმნის კონკრეტულ იოგას. what არსებობს 27 ასეთი იოგა. yogas have on the mind is ასევე აღწერილია რა გავლენას ახდენს ეს იოგები გონებაზე. მაგალითად, თუ კონკრეტული ვარსკვლავი ემთხვევა სამშაბათს, if it happens მას აქვს კონკრეტული გავლენა. it has a particular მაგრამ impact but თუ იგივე ვარსკვლავი on Wednesday ემთხვევა 4 შაბათს, completely in opposite. მას აქვს აბსოლუტურად განსხვავებული გავლენა. So the ancient people knew this everything they know უძველესმა ადამიანებმა იცოდნენ ეს ყველაფერი. this then they would avoid those თუ მოსალოდნელი იყო ავარია ამ დღეებში, ისინი თავს არიდებდნენ ამ დღეებს, ამ ვარსკვლავებს და ამ დროებს. after that particular ისინი იწყებდნენ მოქმედებას მას შემდეგ, რაც კონკრეტული წუთი, წამი ან დღე გაივლიდა. that
არსებობს სრული მეცნიერება ამასთან დაკავშირებით, რომ მოვლენები კონტროლდება ატმოსფეროში არსებული ვიბრაციებით. controlled by you once you know. ეს ვიბრაციები შეიძლება იყოს კონტროლირებადი თქვენს მიერვე. Predict whether it's going to snow. როდესაც თქვენ უკვე იცით ამ ყველაფრის შესახებ. მაგალითად, ამინდის პროგნოზი, თუ მოსალოდნელია თოვა, თქვენ ემზადებით და იცვამთ თბილტანსაცმელს. თუ მოსალოდნელია წვიმა, იღებთ ქოლგას. მაგრამ ყველა პროგნოზი არ არის ზუსტი. Cloudy day and ზოგჯერ ამბობენ, რომ იწვინებს, მაგრამ ზიანი დღე გვხვდება ხელში. predictions. They may შესაბამისად, ამ პროგნოზებსაც შეიძლება ჰქონდეთ 5-დან 10%-იანი 10% ცდარობა. you know, but mostly it is თუმცა 90-დან 95% შემთხვევაში ეს ყველაფერი მართალია. მცირე გამონაკლისების გარდა. ამას ეწოდება იოგები. ასევე არსებობს კარანა. არსებობს ასევე 27 კარანა. own speed. And they, თითოეული პლანეტა მოძრაობს საკუთარი სიჩქარით და ქმნის გავლენას. that's why მაგალითად, მთვარე ახდენს გავლენას გონებაზე, ამიტომ შეშლილ ადამიანებს ეძახიან ლუნატიკებს. impact on the water and 60 ასევე ახდენს გავლენას წყალზე. ჩვენი სხეულის დაახლოებით 60% შედგება წყლისგან. როდესაც მთვარე მოძრაობს ზემოთ ან ქვემოთ, წყლის ელემენტიც ჩვენს სხეულში შესაბამისად იცვლება. because of the moon. So when moon moves in 2.5 stars. მთვარე დაახლოებით 2.5 დღეს ატარებს ერთ ვარსკვლავში. ამიტომ 2.5 დღე შეადგენს ერთ თანავარსკვლავედს. In every 2.5. თქვენი განწყობა იცვლება ყოველ 2.5 დღეში. Said just wait for 2.5 days. თუ თქვენ ხართ მოწყენილი, უბრალოდ დაელოდეთ 2.5 დღეს. ამის შემდეგ თქვენი მდგომარეობა შეიცვლება. This cycle there is a particular combination when როდესაც გარკვეულ ციკლში სატურნი იმყოფება კონკრეტულ პოზიციაში და მთვარეც იქ არის, ეს კომბინაცია ახდენს გავლენას სხეულზე. you really get to შეიძლება გახდეთ დეპრესიული, დაუკმაყოფილებელი, ავად. all these things can be predicted. სატურნი მოძრაობს 30 წელში ერთხელ ზოდიაქოს სრულ წრეზე. Make one cycle of ეს ძალიან ნელი პლანეტაა. ამ 30 წლის განმავლობაში 2.5 წელი იგი ახდენს გავლენას თითოეულ თანავარსკვლავედზე. single constellation. If you are Taurus, it will influence you 2.5 თუ თქვენ ხართ კურო, ის თქვენზე მოახდენს გავლენას 2.5 წლის განმავლობაში. თუ ხართ თევზი, კირჩხები ან ნებისმიერი სხვა ნიშანი, მისი 2.5 წლის გავლენა ძალიან ძლიერი და საგრძნობელია. is when people find very hard. ეს პერიოდი არის ძალიან რთული. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანებს უჩნდება სურვილი ყველაფრის მიტოვების, როდესაც არაფერი გამოდის წარმატებით Anything you put და ნებისმიერი ძალისხმევა სრულდება წარუმატებლობით. Sadesati in 7.5. ამას ეწოდება სადესატი, რაც ნიშნავს 7.5-ს, რადგან ეს პერიოდი გრძელდება 7.5 წელი. ამ წლების განმავლობაში ადამიანები გადიან განქორწინებას, კარგავენ სამუშაოებს და სხვა პრობლემებს აწყდებიან. Mind to move from this თუმცა ეს პერიოდი არის გონების გადასვლის დრო ერთი მდგომარეობიდან მეორეში. time when a person როდესაც ადამიანი გადალახავს ამ განწყობის ცვალებადობას, იღვიძებს და ხდება დაბალანსებული, გავლენა მცირდება. is able to take it up. That is why spiritual exercises, meditation, სწორედ ამიტომ სულიერი პრაქტიკები და მედიტაციები იძლევა ძალიან დიდ ძალას. თუ ეს პრაქტიკები გამოყენებულია, ტკივილის გავლენა ნაკლებია. is doing extremely well. They say თუ ვინმე ძალიან კარგად ცხოვრობს, მისი ცხოვრება კარგად მიდის, ამბობენ, რომ ის შუკრა-დაშას პერიოდს გადის. ვენერას 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში ადამიანი მუდმივად წინ მიიწევს. fools. But they შეიძლება ადამიანი არ იყოს ძალიან გონიერი, მაგრამ მათი ფინანსები და პოზიცია მაინც მიუხედავად ამისა სწრაფად იზრდება. according to which star you are born, your იმის მიხედვით, რომელ ვარსკვლავში დაიბადეთ, იწყება თქვენი პლანეტარული პერიოდი. the planet begins. Sun is 6 years. Moon is მზის პერიოდი გრძელდება 6 წელი, მთვარის 10 წელი, მარსის პერიოდი 7 წელი. node of. რაჰუს, რომელიც არის მთვარის ჭრდილი, After that comes Jupiter. გრძელდება 18 წელი. ამის შემდეგ იუპიტერის 16 წლიანი პერიოდი მოდის. Is 9. შემდეგ სატურნის 19 წლიანი პერიოდი. მერკურის პერიოდი 17 წელი გრძელდება. Which is მერკურის შემდეგ კეტუ მოდის 7 წლით after that comes Venus. და ბოლოს ვენერა 20 წლის განმავლობაში. Venus. So in the Ketu 7-year period,
person კედუს პერიოდი იწვევს შინაგან the only thing განმარტოებას, spiritual thing or want liberation, want freedom, სულიერ sick and tired of ინტერესს, everything. განთავისუფლების სურვილს. ადამიანი დაღლილია ყველაფრისგან და უნდა თავისუფლება. ძალიან დაინტერესებულია ცოდნით, When Venus period starts, it is all glory, მაგრამ როცა ვენერას პერიოდი მოდის, all that მას მოაქვს მხოლოდ pleasure and everything. სიამოვნებასთან დაკავშირებული ფულთან, ბიზნესთან, ხელოვნებასთან და ზრდასთან დაკავშირებული გამოცდილება. Rising of all this. 120 years is the real full life of a human. 120 წელი ითვლება ადამიანის სრული სიცოცხლის ხანგრძლივობად. According to თუ ადამიანი ცხოვრობს აიურვედის კანონების შესაბამისად, 120 years. მისი სიცოცხლე უნდა აღწევდეს 120 წელს. All that. თუმცა ყველა ვერ აღწევს ამასაკამდე. But within this there is a sub period. ამ პერიოდის შიგნით ასევე არსებობს ქვეპერიოდებიც, იგივე მაჰადაშები, Very ანტარდაშები. details. თითოეულ მაჰადაშას აქვს თავისი ანტარდაშა, ქვეპერიოდი. Towards რაჰუ ყოველთვის უწყობს ხელს თვითჩაღრმავებას, spiritual and energy. სულიერი კუნდალინის ენერგიას წარმოადგენს, All that Rahu ისევე როგორც სატურნი. pattern also. So these are the general ეს არის ასტროლოგიის ზოგადი მონახაზი.